კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში კურსდამთავრებულთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ისაუბრეს ახალგაზრდა თაობისთვის ლიცეუმის მნიშვნელობაზე. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სამკერდე ნიშნები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება სამხედროების დაჯილდოებით დასრულდა. საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ. კურსდამთავრებულთა შორის 5 ოქროს და 4 ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. ლიცეუმში სწავლის პერიოდში ისინი წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებსა და სხვადასხვა შეჯიბრებში. ყველაზე გვიხარია, რომ ამ 3 წლის განმავლობაში შევიძინეთ ისეთი უნარჩვევები, რომლებიც კონკურენტულ არიანს გაგვხდის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სფეროში. ასევე გავიცანით ადამიანები, რომლებმაც გვასწავლეს ძალიან დიდი ღირსება, სამშობლო სიყვარული და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩემს მომავალს ვუკავშირებ ქვეყნის სამსახურს. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ხვდა პატივი-წილად მეტარებინა სამხედრო ფორმა და ყოფილიყავი კადეტი. ჩემს მომავალ ცხოვრებას ვუკავშირებ სამშობლოს სამსახურს და აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში მომცემს იმის საშუალებას, რომ მედგრა შევხვდე ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ისინი არიან საუკეთესო მომავალი თაობა ჩვენი ქვეყნის, რადგან 3 წლის განმავლობაში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში როგორც სამხედრო ტაქტიკური თვალსაზრისით, ასევე სასკოლო თეორიული თვალსაზრისით მიიღეს საკმაოდ მაღალი განათლება და მჯერავს და მწამს მე, რომ ისინი იქნებიან ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილები.